მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხსევოქს უნივერსუმ, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს ჰოროსკოპს სასწორებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების მეფე, აგვისტოს აქტიურად გაივლით, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გამოცოცხლებას, გექნებათ უდიდესი მოტივაცია, შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა, რომ სათავეში ჩაუდგეთ მიმდინარე პროცესებს და მართოთ სიტუაცია, ადამიანებიც მათ შორის. კონცენტრირებული იქნებით საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე, მოგინდებათ მაქსიმალური თვითგამოხატვა გარე სამყაროში, თამამად გამოავლენთ თქვენს ინიციატივებს და თქვენს მოსაზრებებს. გექნებათ პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა და იქნებით ქარიზმატულები, იგრძნობთ ყურადღებას, თქვენი ავტორიტეტის ზრდას, იაზროვნებთ თამამად, თავისუფლად და მასშტაბურად. გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს და ადვილად შეძლებთ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე და მიიღოთ კეთილგონივრული გადაწყვეტილებები. შეძლებთ განახლებული ენერგიით შეასრულოთ ან დაასრულოთ მიმდინარე საქმეები და მოაგვაროთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები. ასევე მოიმატებს თქვენი კეთილგანწყობა ადამიანების და გარემოს მიმართ, უფრო მეტიც იქნებით განსაკუთრებულად მეგობრულები, გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ სხვებს, ასევე თქვენი დადებითი განწყობა იქნება გადამდები და ადვილად შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში გაიჩინოთ თანამოაზრეები. ამ პერიოდში გექნებათ შინაგანი ძალა, რომ დიდი რაოდენობის და მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ, ასე რომ იაქტიურეთ და მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები აგვისტოს განმავლობაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების 6-იანი წარმატების და მიღწეული შედეგების ენერგია. თუ ახლა იწყებთ ურთიერთობას, ამ პერიოდში თქვენ საბოლოოდ მოინადირებთ სასურველი ადამიანის გულს და მოიპოვებთ მის კეთილგანწყობას. ხოლო ისინი, ვინც უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში იმყოფებით, გადახვალთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე, იქნებით პარტნიორის ყურადღების ცენტრში, იგრძნობთ დაფასებას, მხარდაჭერას მისი მხრიდან, თუ აქამდე გარკვეული საკამათო საკითხები იყო თქვენ შორის, ამ პერიოდში პარტნიორი დათმობაზე წამოვა და აღიარებს თქვენი მოსაზრების უპირატესობას, ასევე თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში გარკვეულ ძალისხმევას დებდით სასურველი მიზნის მიღწევაში, დიდი შანსია სწორედ აგვისტოში მიიღოთ სასურველი შედეგები და უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია ასეთმა წარმატებამ არა მარტო გაგახაროთ, არამედ ახალი მიზნები გაგიჩინოთ და შინაგანი ენერგიითაც აგავსოთ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით შეუდგეთ ახალი გეგმების განხორციელებას. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეექვსე მაღალი არკანის შეყვარებულები. როგორც ვხედავ, აგვისტოს განმავლობაში გექნებათ ემოციური სიახლოვის, უსიტყვო ურთიერთგაგების და აბსოლუტური თანამოაზრეობის განცდა. მაშინაც კი თუ ამ პერიოდში დადგებით გარკვეული არჩევანის და გადაწყვეტილებების მიღების წინაშე, შეძლებთ მიიღოთ კეთილგონივრული და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებები,
რომლებიც სამომავლოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. თუ დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, ამ პერიოდში ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გჯეროდეთ, რომ საუკეთესო პასუხებს ნებისმიერ რთულ საკითხთან დაკავშირებით სწორედ თქვენი შინაგანი ხმა გიკარნახებთ, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით გამახვილებული და გააქტიურებული გექნებათ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების რვიანი, აგვისტოს განმავლობაში მეტად გააქტიურდებით, იგრძნობთ ვნების გაძლიერებას, გამოიჩენთ მეტ ინტერესს ამ მიმართულებით და შესაძლებელია შემტევ მოქმედებებზეც გადახვიდეთ. ასეთ შემთხვევაში გექნებათ მაღალი შანსები მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი და ზოგადად ეს პერიოდი ამ მიმართულებით საინტერესო თავგადასავლებს და დიდ წარმატებებს გპირდებათ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობები გელით აგვისტოში საქმიან სფეროში. თასების ცხრიანი, სურვილების ასრულების და შინაგანი სისავსის ენერგია. ამ პერიოდში შესაძლებელია იგრძნოთ, რომ პროფესიული განვითარების იმ ეტაპზე ხართ, სადაც უკვე მიაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას, დააგროვეთ გარკვეული გამოცდილება, სტატუსი, პროფესიული უნარები და ამის გამო შესაძლებელია გქონდეთ კარიერული თვითკმაყოფილება და შინაგანი განცდა, რომ აქამდე სწორად მოხვედით. რაც მთავარია, ეს არ იქნება ილუზორული თვითკმაყოფილება, პირიქით, მთლიანად დაფუძნებული იქნება თქვენს ობიექტურ შინაგან შეფასებაზე. თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თვითკმაყოფილებამ არ უნდა შეგაჩეროთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შესაძლებელია მოგინდეთ გააკეთოთ გარკვეული პაუზა, დაისვენოთ, ასე ვთქვათ, შეირგოთ გაწეული შრომის შედეგები, თქვენ მაინც შეეცადეთ პოზიტიურად გამოიყენოთ აგვისტო თვითრეალიზებისთვის და საკუთარი პროფესიონალიზმის გამოსავლენად, რადგან ამ პერიოდში თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტ სიხარულს, აღიარებას და სტაბილურობას მოგიტანთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ხუთიანი, პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ პერიოდში მოერიდეთ კონფლიქტებს, შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, ნუ ჩაერთვებით უსარგებლო კინკლაობაში და ნუ გადააყოლებთ თქვენს ძვირფას ენერგიას სხვებისთვის რაღაცის დამტკიცებას. მეორე მხრივ გამორიცხული არ არის, ეს ბარათი თქვენს შინაგან კონფლიქტზე მიუთითებდეს, მაგალითად შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ მნიშვნელოვანი შინაგანი განსჯები თქვენი საქმიანი ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით, მოგინდეთ გაერკვეთ კარიერული განვითარების პერსპექტივებში და გამორიცხული არ არის ამ საკითხმა საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დაგაყენოთ. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში თქვენ გაქვთ ყველა შანსი, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, მოიპოვოთ გამარჯვება, თავარია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და იმოქმედოთ მაქსიმალურად რაციონალურად და დინჯად. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების მეფე, კარგი შანსი გექნებათ დასაქმებისთვის და თვითრეალიზებისთვის, თავარია აქტიურად ეძებოთ სამსახური და გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად. არ მოგერიდოთ საკუთარი თავის შეთავაზება დამსაქმებლებისთვის. ეს ბარათი მიუთითებს, რომ აგვისტოს განმავლობაში შესაძლებელია იპოვოთ პერსპექტიული ვაკანსია, ან შემოთავაზება მიიღოთ გავლენიანი, კომპეტენტური პირისგან, რომელიც საფუძველს ჩაუყრის თქვენს ხანგრძლივ, სტაბილურ, მატერიალურ და კარიერულ წინსვლას. ამიტომ თუ გაქვთ სურვილი, არ დაიშუროთ ძალისხმევა. ამ პერიოდში შესაძლებელია ისეთ სამუშაო პოზიციაზეც მოხვდეთ, რომელიც კარდინალურად შეცვლის თქვენს მომავალს პოზიტიური მიმართულებით. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, 21 მაღალი არკანის სამყარო, ერთი მხრივ ეს ბარათი მასშტაბურ მიღწევებზე, გლობალურ წარმატებაზე
და თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე მიუთითებს. მეორე მხრივ კი გულისხმობს, რომ თქვენი საქმიანობის ერთ დიდ ეტაპს ასრულებთ და განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადიხართ. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია და ბუნებრივია ასეთი გადასვლა ერთ დღეში ვერ მოხდება. მაგრამ ამ პერიოდში მოგეცემათ შანსები, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. გირჩევთ გულდასმით მოეკიდოთ პროცესებს, იცოდეთ, რომ ეს პერიოდი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი წარმატების საკმაოდ ხანგრძლივ შემდგომ პერიოდს, ამიტომ თუ მოგეცემათ შანსები მოახდინოთ თქვენი ბიზნესის მასშტაბირება, ან სულაც ახალ საქმეს, ახალ მიმართულებას მოკიდოთ ხელი, გაითვალისწინეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მომდევნო რამდენიმე წლიან პერიოდზე. ასევე გეტყვით, რომ ყველა საქმე, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის და ინფორმაციის გავრცელებასთან, საერთაშორისო პროექტებთან, მოგზაურობასთან და ინტერნეტთან, ამ პერიოდში წარმატებას მოგიტანთ და მნიშვნელოვნად გააფართოვებს თქვენი შესაძლებლობების არეალს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს აგვისტოში, მე-19 მაღალი არკანი მზე, აგვისტოს საკმაოდ უხმოსავლიანი თვე იქნება თქვენთვის, გამორიცხული არ არის საკმაოდ დიდი თანხებიც მიიღოთ სრულიად მოულოდნელი შემოსავლის წყაროებიდან, ამასთანავე ამ პერიოდში მოიპოვებთ ფინანსურ სიცხადეს, შეძლებთ მაქსიმალურად სწორად მართოთ თქვენი მატერიალური რესურსები და ეს პერიოდი ასევე კარგი დრო იქნება თქვენთვის სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, ინვესტიციებისთვის, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და ბუნებრივია საჭიროების შემთხვევაში საბანკო კრედიტის ასაღებადაც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების დედოფალი, იყავით მეტად პრაქტიკულები, გამოავლინეთ ნებისყოფა, თავშეკავება, კეთილგონიერება, არაყვეთ ემოციებს, მოიხმეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება და იმოქმედეთ წინდა ხედულად, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად რეალიზდეთ პროფესიული, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. ასეთი იყო 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპის სასწორებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.